სოფელში კიევში მეხანძრეები გრუშევსკის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. შენობაში მოქალაქეები არიან დარჩენილი. ხანძრის გაჩენის მიზეზი კი ცეცხლმოკიდებული საბურავები გახდა. გრუშევსკის ქუჩა კვლავ შავ ცეცხლის ალკვალშია გახვეული და მომიტინგეები დაშლას არ აპირებენ. ქრონიკის კორესპონდენტი მიშა ფეიქრიშვილი მოგვაწოდის უკანასკნელ ცნობებს კიევიდან. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის დედაქალაქი ერთის მხრივ ცეცხლის, მეორეს მხრივ კი ყინულის ეპიცენტრად იქცა. ჩემს უკან ხედავთ იმ მთავარ გამყოფ ხაზს, რომელიც ყოფს ერთმანეთისგან მომიტინგეებსა და ბერკუტს. აქ საკმაოდ ძლიერი კვამლია, შესაბამისად ჩვენთვის უცნობია თუ რა ხდება აი ამ ცეცხლის მიღმა და ემზადება თუ არა ბერკუტი რაიმე სახის დაგეგმილი მოქმედებისთვის. რამდენიმე საათია უკვე, რაც ერთ-ერთ შენობას უშედეგოდ აქრობენ, ცეცხლმოგდებულ შენობას ხანძრეები, ისინი ცდილობენ რომ ჩააქრონ ალმოდებული შენობა, რომელიც აქვე მდებარეობს და რომლის ხილვის საშუალებაც ქრონიკის მაყურებელს აქვს. გარდა ამისა, ამ შენობაში, როგორც ჩვენთვის ცნობილია, არიან დარჩენილი მოქალაქეები და ხანძრეები ამ დროისთვის ცდილობენ მათ გადარჩენას. როგორც აღნიშნეთ, მეორეს მხრივ მეიდანზე არის შეკრებილი კვლავ საზოგადოება. იქ სცენაზე, სადაც რამდენიმე დღის წინ აქტიურად გამოდიოდნენ ოპოზიციის ლიდერები, ამ დროისთვის საბრძოლოების წარმომადგენლები ლოცვას აღავლენენ. შეიძლება ითქვას, რომ მეორეს მხრივ აქ საკმაოდ დაბალი ტემპერატურაა. ეს ამას ხელი არ შეუშლია მოქალაქეებისთვის, რომ მათ მთელი ღამე გაეტარებინათ აქ. ისინი ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ კი ხალხის რაოდენობა შემცირდება, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, რომ ზალოვანმა უწყებებმა შტურმი წამოიწყონ.